მოგესალმებით, ძვირფას სასანელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ პანდორა და ლეტარიას ერთობლივი ვიდეო. ეს არის ძველი ჩანაწერი, ამიტომ მე მაგას დავაფიქსირებ ნომერ 10-ად. და თან კიდევ ასეთ შეხვედრებზე გოგოები პასუხობენ კითხვებზე. მაშინ დავიწყოთ. და დღევანდელი შეხვედრის თემა არის პლეიადების კვანტური მკურნალობა. ხო, ამის შესახებ არ მithქვამსო მე ამბობს ლეტარია, მაგრამ ეს მოხდაო 2024 წელსო. მე მომართაო ქალბატონმა, ჩვენ შევედითო სეანსში, ეს კლიენტკა იყო ნორვეგიიდან, მას ჰქონდაო პრობლემები მოძრაობასთან, ანუ მას ჰქონდაო პრობლემები საყრდენ მამოძრავებელ, უბრალოდ მას ჰქონდაო საყრდენ მამოძრავებელი აპარატის პრობლემები. ის ცუდად მას უჭირდაო მოძრაობა, მას ახსენებდაო ძველი ტრავმები, რომელიც მან მიიღო თხილამურზე სრიალის დროს და ამ კლიენტმაო ქალბატონმა მომართაო მე კითხვით, რა უნდა მოუხერხო ამას ყველაფერს. ჩვენ რაღაც დრო დაგვჭირდათ, რომ ამაში ყველაფერში გარკვეულიყავით და სადღაც სეანსის მე-40 წუთზე საინტერესო პროცესები წამოვიდა. ჩვენ გამოვიდითო, ჩვენ დავუკავშირდითო კოსმოსურ ხომალდს მაგათმა, ესე იგი, ისინი გაგვეცნენ ჩვენ როგორც უпростоრად ისინი წარსდგნენ ჩვენ წინაშე როგორც ENS ალიანსები. ალიანსი არა, ENS ალიანსი. ასეთი ალბათ ცივილიზაცია იყო. უკაცრავად მე გადავწყვეტე ვიდეოები აწი გადამეხო ხო აქ სკამზე დავდგი ბოთლი, ტელეფონი მივაყუდე და ვზივარ ლოგინზე. ამდაგვარად მე დიდხანს ვერ ვხვდები მაგარზე და ტკივილები მეწყებოდა დროდახანის განმავლობაში. ამიტომ ბოდიში გიხდით თუ უფრო დაჩრდილულად ჩანა რაკედან იქ ფანჯარასთან რომ ვიჭიქი, უფრო შუქი უფრო სხვაგვარად ვარდებოდა და ამდაგვარად თითქოს და დაჩრდილვა ხდებოდეს უკანა მხრიდან. ამიტომ ბოდიში გიხდით ასეთი მდგომარეობაში ყოფნის გამო სხვა გზა არ მაქვს, სკამზე დიდხანს ვერ ვხვდები. იქაც ძველბინაში სანამ ჩავწერდი ვიდეოს, უკვე სული ხდებოდა ისე ისა მაწუხებდა მეჯბარდაყის აპარატი. ხო და აქ მივაგენი ასეთ საშუალებას. მაგრამ ახლა ასე რომ წერ ვიდეოს დამაწვა კისერზე და მხრებზე, მაგრამ ხანდახან შესვენებებს ვაკეთებ, დავეყრობი კედელს ხოლმე, ან აქ კიდე წიგნები და რაღაცები მიდენა ლოგინ და კედელს შორის სივრცე დავტოვე, რადგან კარაგები არ მაქვს იმდენი ჩავმალე რაღაცები, ის რაც დღეს და ხვალ ამჭირდება ლოგინ და კედელს შორის. ის წიგნები რომელსაც მე ხა დღეს და ხვალ ვერ წავიკითხავ, იგენით ლოგინ და კედელს შორის ჩავდე და ხოლმე გავიჭიმები და ვასვენებ კისერს. ხო და იქ ამის გაკეთების საშუალება არ მქონდა, იქ ცოტა სხვანაირი წყობა იყო ოთახის. ამიტომ ჩვენ ვარ ასე რაღაც არაჩვეულებრივად, რაღაც დაჩრდილული, უბრალოდ სხვა გვარად გამოვიყურები, უფრო ჩაბნელებულში ვარ თითქოს, არ იცი მეჩვენება თუ ასეა, თუ მასეა, მაგრამ რა მნიშვნელობა მთავარია. ხო, ცოტა ბოლომდე რომ გავწვო, სანამ ვიდეოს ჩავწერ, ასე უკეთესია. ამიტომ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიში. და ისინი არიანო გალაქტიკური ფედერაციის სამეცნიერო
ცენტრის წარმომადგენლები, ვინც გაგვეცნო ჩვენ. იმ დროსო ეს ყველაფერი იყო ჩემთვის ახალი. რადგან ასე რაღაცებს არ ვიყავი ჩული და ძალიან ცოტა რაღაცა გვეცნოდაო ამდაგვარი ინფორმაციასთან დაკავშირებით. და ეს ჩემი კლიენტი ქალიო, ალენსი, იქმნებოდაო აქ, ამ ცენტრში, ვინც გაიცნო ამათ, პლეადელების წარმომადგენლების ცენტრში. იქ შეიქმნა თურმე და შემდეგ მოათავსეს ახლანდელ ავატარში. ახლანდელი კლიენტი რო ყავს იმ ავატარში, იმ სხეულში. ეს ქალბატონი, რომელიც ყავს სეანსზე. ხო, ცოტა რთული დასაჯერებელია. და იქ ბევრი რამე მოხდაო, მაგრამ მე მოგიყვებითო ამ ექსპერიმენტზე. თვით ამ პროექტის შესახებ. ლეტელია გულისხმობს ამ ქალთან დაკავშირებით პროექტის შესახებ. ჩვენი სესია ალესი ქვიოდა ამ ქალბატონს ნორვეგიიდან, ეს ქალბატონი იყო ნორვეგიიდან და სხვა ეტაპზე გადავიდაო ჩვენი კონტაქტი. ჩვენ გქონდაო კონტაქტი ამ ხომალდის წევრებთან და ამის შემდეგ დაიწყო, როდესაც ჩვენ დაგვიკავშირდნენო ამ ხომალდის წევრები, დაიწყო პროექტი განკურნებასთან დაკავშირებით, სამკურნალო პროექტი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენო აი ეს პლეადინელების ამ ხომალდის პლეადინელების წარმომადგენლები. და ჩვენ შემოგთავაზეს ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა. ჩვენ რასაკვირველია დავთანხმდითო. ეს იყო ჩვენთვის სიახლე, საინტერესო. ჩვენ არ გვიგზნიაო ნეგატიური ენერგია, საერთოდ არანაირი ნეგატივი არ მოდიოდაო მათგან და ჩვენო დავთანხმდითო. და საერთოდ ეს როგორ ხდებოდაო. დილის 5 საათზე მოდიოდაო ნაკადი თითქოს და ვედრო ცივი წყლისა ისხმებოდაო ჩვენ თავზე. ჩემი ძაღლები ახდებოდნენ, ისინი რაღაცას გზნობდნენ, მაგრამ ვერ ხდებოდნენ თუ რა ხდებოდაო. და ამდაგვარად ამ თითქოს და ვედროდან გადმომასხვესო მეო ცივი წყალი, ამდაგვარად მდგომარეობაში ვიყავი, ამდაგვარად მოდიოდაო ჩემთან ინფორმაცია, ნაკადი ინფორმაციისა. ჩვენო გვიხსნიდნენო როგორ უნდა მოგცულიყავითო, რა უნდა გაგვეკეთებინაო, ჩვენ კითხვებს უსვამდითო. ქალბატონი ალისი თავის მხრიდან მეგულისხმობ ლეტალიას კლიენტს და ლეტალია უსვამდა თავის მხრიდან შეკითხვებს ამ წარმომადგენლებს. და თანდათანობით ასე ვთქვათ, ხორცი მოისხა ჩვენმა პროექტმაო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ხდებოდა ონლაინ, ანუ პირადად არ შეხვედრილა ეს ქალბატონები ერთმანეთს. ლეტალია ეკონტაქტებოდა ამ ქალბატონს ინტერნეტით. ის ნორვეგიაში ცხოვრობდა, ეს ისრაელში. მე ხალხსო ვაცილებდი ამ ხომალდზე ასრალულ დონეზე. მე ხომალდზე არ მიშვებნენო, მე ვიყავი უბრალოდ გამცილებელი და ხალხი გადამყავდაო ამ ხომალდზე სამკურნალოდ. ხო, და შემდგომ, როდესაც ამ ხალხს უმკურნალებდნენო, მე ხვდებოდი ამ ხალხს და უკან მომყავდაო. ჩვენ მქონდაო ძალიან დიდი ჩატი და იქ ხალხი თავის აზრს გამოთქვამდაო. ზოგი არაფერს გრძნობდაო, მაგრამ არისო ერთი შემთხვევა, მე მომართაო ერთმა მამაკაცმა რუსეთის შორეული სოფლიდანო, ძალიან შორეული სოფლიდანო, მას უთქვამს ლეტალიასთვის, რომ ფულს ვერ ვრიცხავო ჩვენი სოფლიდანო, ჩვენთან ფოსტაც კი არ არისო, ისეთი რომ ფული გადავრიცხო, რომ დოლარებში რამე თანხა გადავრიცხო. მე შევთავაზეო, რომ ისე მოემსახურებოდიო და მას ასეთი პრობლემა ჰქონდაო, მისი ძმაო, რომელიც იყო ძალიან ახალგაზრდა კაცი, 35 წლის, ნახვარი წელია, რაც იწვა ხერხემლის მოტეხილობით, ჭამაც მიატოვა და სიკვდილი უნდოდა. და მან თქვაო, რომ ისე მაინც მოვსინჯოთო, ეგებ უშუალოთო ჩემ ძმასო. მე არაფერს ვპირდებიო უთქვია ლეტალიას, მაგრამ ვეცდებიო.
და 2 დღის შემდეგო ეს ამ ავადმყოფის ძმა წერსო. მეო მოვედიო სამსახურიდან სახლში და ვხედავო რომ ჩემი ძმა მაგიდას უზისო და ჭამსო. მე კინაღამ გული მესუსტაო. და ეს იყო ჩემთვის დაუჯერებელი. მე რომ ამ კაცმა როგორც იქნაო შეძლოდა თანხა გადმომირიცხაო რამდენიმე კვირაში ხო დღეს ამას უწოდებენ დონატს. ხო ყველა კონდაქტორი იღებს დონატს. საფასურს თავისი აწეული შრომისთვის. ხო და რატო იღებენ ფულს გოგოები? მეო როდესაც მიდოდაო უფლოდ დახარებოდიო ხალხსო, ჩვენო გვაჩვენებსო თუ ჩვენ რათა გვემართებოდაო. ამიტომ ხალხო არ შეგრცხვეთ თქვენი საფასურის აღება. 2 კაპიკით რომ იყოს, რაღაცა მაინც უნდა იყოს თქვენი შრომის საფასურად, რომ შემდგომ თქვენ არ დაზარავდეთ. თუნდაც ახლო ადამიანი იყოს. და რა მოხდებოდაო ის შემთხვევაში, რომ ჩვენ უფლოდ გაგვეწიაო ჩვენი ასე ვთქვათ სამსახური. მოვიდოდაო ბევრი ხალხი ბრბო და ჩვენ გაგვანადგურებენო როგორც ენერგეტიკულ არსებებს. და იმისთვის რომ ამ ნაკადს გავუკეთოთ კონტროლი და მოვაწესრიგოთ ნაკადი, რომ ერთდროულად და ერთბაშად არ მოხდეს ამ ნაკადის ასე ვთქვათ ამ ხალხის დიდი რაოდენობით ზედაწოლა. ხომ იცით, როდესაც უფასოდ რამეს არ იგებენ ან იძლევიან რამ ხელა რა ხდება ხოლმე, ხო? და ჩვენ დავიწყეთო ამ დონატის რაღაც თანხის რაღაც მცირე რაოდენობით მაინც ფულის აღებაო. შემდეგ ჩვენ მივხვდით რომ ამ დონატის აღებამ ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, რომ შივრები არ მოგდარიყავით და გადარჩენილიყავით ამ პროცესის მომენტში. და ეს პროცესი ამ პლიადელების სამკურნალო პროექტი გრძელდებოდა 3 თვე ნახევარიო. რა მოხდა შემდგომში ამ 3 თვის ნახევრის შემდეგ? ირჩონია დღესო, როდესაცო მე უკვე მყავდაო კლიენტების რაღაც რაოდენობა და ისინი უნდა გამეგზავნაო ხომალდზე, კიდევ ვიმეორებ რომ ფიზიკურად კი არ აგზავნიდა, არამედ მათ ასტრალურ სხეულებს აგზავნიდა და თვითონაც გამოდიოდა სხეულიდან და მათ აცილებდა. და ჩვეულებრივი ენერგიის მაგივრად მე ვნახეო ჩემ ცხურის წინ იარაღის მუშტი. ჩემსკენ იყო იარაღი მომართული. და ამას ლეტალია ხედავს წვრილ დონეზე, ფიზიკურ დონეზე კი არა, წვრილ დონეზე. მე ვკითხიო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? და არასასიამოვნო უხეშმა ხმა ჩამოგავდაო ინსექტოიდების წარმომადგენლების ხმასო მითხრაო პროექტი დამთავრდაო. პროექტი ჩაგდებულია ჩვენ ხელში, ჩვენ ჩავიდეთო ეს პროექტი ხელში და შენო მომსახურებიო მე რასაკვირველიაო ვიყავიო შოკურ მდგომარეობაში და უთხარიო რომ შენთან მუშაობას არ ვაპირებ, შევეცადე დავკავშირებოდი ჩემ ნაცნობ ენსორიალერებს, ანუ ვისთანაც ჰქონდათ პროექტი, მაგრამ იყო სრული სიწყნარე და დავწუნდიო იმაში, რომ მათი ხომალდი ჩაიგდესო ხელში ინსექტოიდებმა, მართლა ჩაიგდესო ხელში ინსექტოიდებმა. მე მომიწიაო პროექტის დახურვა, რადგან ამ ინსექტოიდებთან თანამშრომლობა არ სურდაო. არ მიდოდაო ვინმე დასარებულიყო ჩემ გამო. მე წავიდიო საჩხაბეში და სამყაროში წამოთქიო ის, რომ მე ვაუქმებო ამ კონტრაქტს ყველანაირ დაკავშირებულ კონტრაქტის მიხედვით, რადგან მე არ მსურს ამით დაკავება. ამას გავუკეთე განულებაო. ამის შემდეგო მეო მივიღეო 3 ძლიერი დარტყმა. ანუ ინსექტოიდებმა
სადენ ლეტალიას დასჯა. ეს სამი დარტყმა მივიღიო ერთი თვის განმავლობაში. პირველი დარტყმა იყო ძალიან ძლიერი ენერგეტიკული დარტყმა და ეს დარტყმა მოხდა გულზე. მე გავუძელი ამ დარტყმასო, ჩქარა დავდექიო ფეხზე და ეს მდგომარეობა რა დღეშიც მე ჩავარდიო ამ პირველი დარტყმის გამო ჩამოგავდა უფრო ინფარქტს. გულში მქონდა ძალიან ძლიერი ტკივილები, გულის არეში, გულმკერდში მქონდა ტკივილები და არ ვიცოდი რა მექნა. შემდეგ მომეშვაო და არ განმეორებულაო. მე გავუძელიო ამ დარტყმას. შემდეგ ორი კვირის შემდეგ მოახდინეს მეორე დარტყმა, განმეორდა მეორე დარტყმა ყორყიტოში. მე დავიწყე დახჩობა, სუნთქვა მიჭირდაო. მე კი არ დავიწყე დახჩობა, ლეტალიამ თქვა, მე დავიწყეო დახჩობა, სუნთქვა გამიჭირდაო. მეო დამეკარგაო ხმა და ეს მდგომარეობა გაგრძელდაო სადღაც 1 საათი. მე გამოვიძახეო ყველა ჩემი დაცვა. მესამე დარტყმა იყო ყველაზე ძლიერიო. ჩემი სინათლის ველი მთლიანად გასკდაო. დარტყმა რომელიც იმ დროს მოხდაო ჩემზე და ეს ჩემი სინათლის ველი გასკდაო, ისეთი შეზნება იყო თითქოს და მე თითი ჩავყავიო მაღალ ისეთ რასეთქაში, ესე იგი, სადაც დენი გადის, სადაც გადიოდაო მაღალი ძაბვა. ანუ თითქოს დაარტყა ელექტროდენმა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა მაღალ ფაზიანმა ელექტროდენმა. მე სრულიად დამეკარგა ძალებიო, ვერაფერს ვერ ხედავდიო, არაფერი არ მესმოდაო. ჩემმა ქმარვაო წამიყვანაო სამონტყოფოში. ეს იყო საღამოს, გამიკეთესო ყველა ანალიზები და ვერაფერი ვერ ნახესო. მიზეზი თუ რა უნდა ყოფილიყო ამ ასეთი მდგომარეობისა. და შემდეგ მე გავიფიქრეო, თუმე ჩემ თავს არ უშველეო, მე ვერ გამოვალო ამ მდგომარეობიდან და მე მიმართვე მთელ ჩემ ცველებს. თუ რამე ძალა არსებობდა ჩემ დასაცავათო, ყველას მიმართეო და მე თხოვნით მიმართეო ჩემ ანგელოს ცველებს, ფარულ ანგელოზებს უფრო სწორად და თანთანობით მე დავიწყეო გამოსვლა ამ მდგომარეობიდან. და დილისთვის 7 საათისთვის სამონტყოფოდან გამოვედიო ჩემი ფეხებით. და მე სიტყვა მივეციო ჩემ თავს, რომ ამდაგვარ საქმეებში არ ჩავერეოდი. სხვათა შორის ამდაგვარი მდგომარეობა განვიცადე მეც, მაგრამ ჩემი მდგომარეობა ცოტა სხვანაირი იყო. 24 წელს გონი. ხო, არა, 24 წელს არა. ეს, რამდენიმე წელი გავიდა მაგის შემდეგ. ჩემი დედინაცვლის ძმა გარდაიცვალა და რომ მივედით სამძიმარზე, იმ დღეს რომ ჩამოასვენეს თბილისიდან ეს კაცი, ძმა, წივილი კი ისეთ სამეგრელოში უმეტესწილად წივიან და კივიან, როდესაც მკვდარ სტირია. ვინმე რომ მოვა, წივილი-კივილით ხვდებიან ამ მოსულს და წივილი-კივილით აცელებენ, მადლობას უთხრიან. და ახლა შვილი, ცოლი, მეორე შვილი აქ იყო, აფხაზეთში იყო უფრო სწორად. და ჩამოასვენეს ახლა ეს კაცი და დაიწყო წივილი-კივილი. ახლა გული შესწივა, გული გახეთქვაზე აქვს, დასაკერველია ოჯახის წევრებს, მეუღლეს, შვილებს. ხო და მე კანკალი ამივარდა. ამ კივილისაგან ამივარდა კანკალი. ცუდად გავხდი. არა, იმ კაცის სიკვდილი კი მეწყინა, მაგრამ უფრო ცუდად გავხდი ამ კივილისაგან. ისე იმოქმედა ამან ჩემზე. და უცებ დაბნელდა ყველაფერი.
იმდენად, ესე იგი, არ ვიცი რა მოხდა იმ მომენტში, ვერ ახსენე ეს სიტუაცია. მაგრამ ფაქტია, რომ დამეხმარეს ნათელმა ძალებმა, რომ გამოსულიყავ. წარმოგიდგენიათ? დააბნელდა ყველაფერი. ისეთი ხა თლად ღამე კი არ იყო, მაგრამ აი რომ ბინდდება. აი ისეთი მდგომარეობა იყო, თითქოს დაბინდდა ჩემ გარშემო ყველაფერი. გული მერევა. აქეთ თაბრუ მეხვევა. აჰა, საცა გონებას დავკარგავ და დავეცემი. აჰა, გეუბნებით, უკვე თავს ვერ ვიკავებ. ისე თუდათვა. და ეტყობა კი რა მასია. აბა მე სხვაგვარად ვერ გამოვიდოდი. ეტყობა ამ კილწილმა ენერგია წამართვა. ჩემ ველზე იმოქმედა და ეს ენერგია წამართვა. რაღაცამ წამართვა ენერგია. კი იცით, სადაც წილკივილია, მე თან ყველა მეზობლები იქ შეგროვდა და კი იცით, ზოგი ვამპირია ენერგეტიკული, ზოგი ისა და ვიღაცამ გამომწვევა ენერგია. მე ასე ფიქრობ. და ახა უკვე საცა და უეცრად გულისება დამეწყო. აქეთ თაბრო რომ ეხვეოდა, ეგის რაღაცას ნიშნავდა, ხო? აჰა, საცა უკვე, აჰა, უნდა წავცებულიყავი და უცებ დღე დადგა. ანუ გაქრა ეს სიბინდე. და როგორც განათებული იყო დღე, ისეთი განათებული დღე დამიბრუნდა. ეს ნათლი ძალების დაუხმარებლად ვერ მოხდებოდა. იმიტომ რომ მე მithრებდნენ, ასე ვთქვათ, ქვევით. მე მგონია ჩემი სულს ჩაევღაუჭა ვიღაცამ და ამ სულის ჩათრება უნდა და ჯოჯოხეთში. აბა მეტი რა იყო? დაბინდდა, ბინდი, საერთოდ დაბალ ვიბრაციულ სამყაროში ბინდისნაირი სინათლეა. მე ეს ვიცოდი. და მაშინ იმდენად ვერ ახსენე ეს სიტუაცია, მაგრამ რაღაც ახსნა მაინც მოუძებნი ამას, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ დაბალ ვიბრაციულ სამყაროში გაგონილი მქონდა, რომ დაბალ ვიბრაციულ სამყაროში ისეთი სინათლე არ იყო, როგორც ჩვენთან, როგორც მაღალ ვიბრაციულ. რაც უფრო ვიბრაციები მაღალია, უფრო მეტი ნათელია სინათლე. რაც უფრო მაღალი სიხშირეებია, ენერგეტიკა მაღალია და ვიბრაციები და მე მივხვდი, რომ მაგრამ რამ გამოიწვია ეს ჩემი გარემოს დაბინდება, ბოლომდე მაინც ვერ ახსენე და მე მივხვდი. ხო, იმდენად ძლიერი შეტევა მქონდა იმ დღეს მე. ჩემზე იყო ძალიან ძლიერი შეტევა. ახლა მე არ ვადარებ თავს, არც ლეტალიას, არც იმას, მაგრამ მე იმ დროისთვის უკვე მუშაობდი ჩემ თავზე. იმ ხრივ რომ ცდილობდი სულ ყოფილიყავი პოზიტიურ ნოტაზე. მე რამდენი ხანია ჩემ თავზე მუშაობ მასზე. გულთან ცდილობ არ მივიტანო ნეგატიური მდგომარეობა. ხა ქვიზგული ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მოქმედებს რაღაც პროცენტებით, მაგრამ მაინც შენ სწავლობ, შენი ემოციები აკონტროლო. აი ესე მდგომარეობაში ჩავარდი ხალხო. ამიტომ ვამბობ, იქ სადაც წილკივილია, ვაივუია, იქანი ვერ იქნება მაღალ ვიბრაციული დონე. ხო და ალბათ, რადგან მე ჩემ თავს ვამუშავებდი და ცდილობდი პოზიტიურ დონეზე ყოფილიყავი, უფრო მაღალ ენერგიაზე ყოფილიყავი, ალბათ რაღაც არსებამ ან ნეგატიურმა, ან იმ წვრილი დონის არსებამ, რომელიც მოისიდა ამ ნეკროტიულმა ძალამ, იმიტომ რომ კვტარი შემოასვენეს ეზოში, ხო? ამან ეტყობა მოისიდა ეს დაბალ ვიბრაციული რომელიმე არსება, რომელმაც ნახა მე, რომ მე პოზიტიური ენერგია მქონდა მაინც, ხო? რაღაც და
მე ვფიქრობ, რომ ჩემი სულის დათრევას ცდილობდა. მე ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ მასეთი მდგომარეობა მე რომ მე კიდევ ერთხელ განვიცადე, თითქოს შიგნიდან რაღაც მომენტში შიგნიდან თითქოს ვიღაცა ჭიმავდაო, რაღაცას შიგნიდან. ხო, თავიდან, თავის ქალიდან თითქოს რაღაცა გამოდიოდაო. რაღაც შეგრძნება მქონდა ისეთი. როგორ აგიხსნათ არ ვიცი. თუ ერთხელ ცხოვრებაში მაინც მოწამულ ხართ და აღებინებდით, ისეთი შეგრძნება თქვენს გაგიჩნდებოდა თითქოს რაღაცა გეკაჩეება თავის ქალიდან. აი ამდაგვარი შეგრძნება მქონდა. და მე იმას არ ვიგონებ. მე იმას გიყვებით, რაც გადახვდა თავზე. და არა აუცილებელი მაღალი ვიბრაციებზე იდგე, რომ ეს არ დაგემართოს. თუ ცოტათი მაინც ადამიანი ვიბრაციებით უსწრებს ვინმეს, ხო, იმ დაბალ ვიბრაციული ადამიანისგან შეტევა ხდება ხოლმე. უნებლიეთაც კი, რომ შეგნებულად თქვენზე არ იმოქმედებს. თუ ადამიანი ნეგატიურად დაბალ ვიბრაციულია და ძლიერია ნეგატიური მხრივ, ეს ადამიანი თქვენზე მოქმედებს. იმოქმედებს აუცილებლად. თუმცა თუ თქვენ მაღალ ვიბრაციებს შეინარჩუნებთ, მაინდამაინც არ დაგაზარალებთ, მაგრამ გაგრძნობიებთ, მაგრამ მაინდამაინც დიდ ზიანს ვერ მიგაყენებთ. ან ჩემ შემთხვევაში გეუბნებით, მე ნათელმა ძალებმა დამეხმარა, თორე ალბათ მე ვერც გამოვიდოდი იმ მდგომარეობიდან. საცა გონებას დავკარგავდი. და ალბათ დავეცრემოდი და თავს მივარტყამდი რამე ბეტონს. კედელს ან იატაკს, ბეტონის იატაკს. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. ახლა კი მინდა ცოტათი მოგიყვეთო ეს სტორიასელებზეო. ეს არისო galaktikuri ხომალდის წარმომადგენლები და ამ ხომალდის წარმომადგენლების შედგება სხვადასხვა რასებისაგან, რომლებიც წამოვიდნენ ექსპერიმენტების შედეგად. ხომალდი დიდია და იქ ძალიან ბევრ ექსპერიმენტებს ატარებენ. ამ ხომალდის დიამეტრი არის 2 კილომეტრი. მე ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ რაღაც ნაწილი ვიცი. და მათთან კონტაქტი ჩემთვის იყო ახალი გამოცდილება, რადგან მაშინ ეს იყო სიახლე ვინმე არამიწიერ ცივილიზაციასთან კონტაქტს თუ დაამყარებდიო, ეს იყო მაშინ სიახლე ჩემთვისაც. არაფერი მოუყოლიაო და არავის არაფერი უსწავლიაო. მე გამოცდილებები მივიღეო მოგვიანებით, ჩემთვის საჭირო გამოცდილებები მივიღეო მოგვიანებით. პანდორამ ჩაერთო საუბარში და ამბობს, რადგან ვიბრაციები აიწია, ის რაც მოხდა ლეტალია და ინსექტოიდებს შორის, მასეთი რამ არ განმეორდება. დაცვაც უფრო ძლიერი გახდა. ჩემ ცხოვრების განმავლობაში, რაც მე ვეწევიო ამ საქმეს, მე ძალიან ბევრი დარტყმები მქონდაო ასტრალურ დონეზე, ამბობს პანდორა. და ერთ-ერთი დარტყმა იყო ის, რომ ერთხელო ჩემ მასწავლებელს წამოვიდაო სისხლიანი ცრემლები. და ამდაგვარად ვარტყავდნენო ფიზიკის დონეზე. ამიტომ, თვლითო რომ წვრილი დონე არისო სათამაშო. და ზოგჯერ, როდესაც ეჯახები ამდაგვარ მომენტებს, ეს სასაცილო არ ხდება. და ადამიანს, როდესაც სისხლიანი ცრემლები მოუდის, ენერგეტიკული დარტყმის შემდეგ, და როდესაც მასეთ ადამიანის გამოყვანა მდგომარეობიდან ძალიან რთულია და გიწევს მისი ველების აღდგენა, იმისთვის რომ ეს ადამიანი გადაარჩინო. და ასტრალურ დონეზე პირდაპირ გაგებით ხდება ხოლმე ბრძოლებიო. და ჩვენ რატო ველოდებითო იმ ახმავლობას, აფრენას, გადასვლას. და ჩვენ ამ ხნის განმავლობაშიო რისთვის ვიბრძოდითო წვრილ დონეზე, იმისთვის რომ თქვენ ყველანი
გაიხსენოთო ვინ ხართო იმისთვის რომ თქვენ დახმარებოდითო იმისთვის რომ თქვენ სმენა დაბრუნებოდათო იმისთვის რომ თქვენ ხედვა დაიწყოთო იმისთვის რომ თქვენ გაიგოთო თუ რა ხდება თქვენ გარშემო და შემდგომ თქვენცო დახმარებოდითო ამ სინათლეს გაცლებაში ახლა კი გოგოები გადადიან კითხვებზე პასუხზე ამბობენო პირველი კითხვა ასეთია ამბობენო რომ მედიტირება დაიწყეთო უпроსწორად ამბობენო რომ მედიტირება დაიწყეთო და როდესაც იქნებითო ამ მედიტაციაში უნარები გაგეხსნებათო მაგრამ როგორ უნდა მედიტირებდეს სწორად ამას არავინ არ ამბობს თუ როგორ უნდა შეხვიდე მედიტაციას სწორად და როგორ უნდა შეასრულო მედიტაცია ამას ინფორმაციას იძლევია მხოლოდ ტრენინგებზე სინამდვილეში რა არის მედიტაცია რა უნდა იფიქრო მედიტაციის დროს და რა უნდა წარმოიდგინო ვიზუალურად თუ უნდა გაიწმინდო აზრებისაგან ჩვენ სამყაროში ჩვენ თამაში შემოვიდა ძალიან ბევრი არსებები მათ შორის არიან ისეთები რომლებსაც არასდროს გაუვლიათო წვრილი დონის გამოცდილება ესენი ნაწილი მოვიდა დუალობიდან დუალობაში და ამ სივრცეს მეშვეობით გადაწყვიტეს ეს თავის თავზე გამოიცადათ თუ თქვენ არასდროს გამოგდიოდათ მედიტაცია და თუ მაგალითათო მე ამ სივრცეში მივყოფებოდიო დაბადებიდან მე ვისწავლიო ჩემი შიდა დიალოგის გათიშვა უკვე ბავშვობიდანო და თუ თქვენ ეს არ გამოგდიოდათო არსებობსო ძალიან ბევრი ვარიანტები და ტექნიკა გათიშვისაო შიდა დიალოგისა ნებისმიერი მედიტაცია იწყება შიდა დიალოგის გათიშვიდან მაპატიეთ ნებისმიერი მედიტაცია იწყება შიდა დიალოგის გათიშვით შენ ეთიშებიო ყველაფერ ფიზიკურს მატერიალურს და შედიხარო სიწყნარის სივრცეში ზოგს უადვილდება მედიტაცია ზოგს კი მეტი მუშაობა უწევს თავის თავზე ვიღაცას სჭირდება ვიზუალიზაცია მედიტირება რომ დაიწყოს ვიღაცას უადვილდება მედიტაცია თუ ის ერთ-ერთს უყურებს ვიღაცას სარკეში იყურება მედიტაციის დროს ორი სანთელი ანთებული უკავია და იყურება სარკეში უყურებს თავის ანარეკლს სანთლებით ხელში და ისინი ხედავენო როგორ იცვლებაო მათი ანარეკლი სარკეში სახები როგორ იცვლება სივრცე შენ ისქერა შეგიძლიაო შენი წარსული ცხოვრებები ნახო თუ როგორ გამოიყურებოდიო წარსულში მხოლოდ თვალები არ იცვლებაო სხეული იცვლებაო ამიტომ არსებობს ძალიან ბევრი ტექნიკა YouTube-ზე უბრალოდ დენაო ძალიან ბევრი ტექნიკა თუ როგორ უნდა დაიწყოს მედიტაცია ძალიან ბევრი ტექნიკა შეგიძლიათო მოძებნოთო თქვენთვის მისაღები აირჩიოთო კონტაქტშიც ძალიან ბევრი ტექნიკა არისო დადებული და მასწავლებლებმა დადესო ეს ტექნიკები უფასოდ სრულიად უფასოდ თქვენთვისო უბრალოდ როა უკვე ისწავლოთო ინფორმაციის დამუშავება არაო აუცილებელი ფასიანი კურსები გაიაროთო მთელი ინფორმაცია დენაო ინტერნეტში აგრეთვე დენაო მესამე თვალის გააქტიურების ტექნიკები და ეს მესამე თვალი უნდა ვარჯიშოთო ყოველ დღე დაუთმოთო უნდა რაღაც დრო ამ მესამე თვალის გააქტიურების ვარჯიშებსო ეს არაფერი შედეგი არ იქნება თუ თქვენ როდესაც თქვენ გაგახსენდებათო მაშინ ჩაატარებთო მესამე თვალის ვარჯიშს არა ეს უნდა თქვენ გააკეთოთო ყოველ დღე გჭირდებათო თვით დისციპლინა ლეტალია ჩაერთო საუბარში და თქვა რომ სრულიად ვეთანხმებიო პანდორას მაგრამ იგიც მინდაო თქვაო რომ შიდა დიალოგის შეჩერება ხოლმე ძალიან რთულიაო
არის მაგალითად მიჭირში და დიალოგის შეჩერება. როგორ ახლა? მე ხო დაუშვათ ფიქრობ აი მაგალითს მოგიყვანთ, აი ნეტა როგორ გამოიყურება მაჩვენა დედამიწა წვრილი დონიდან როგორ გამოიყურება, ან დავფრინავ საცხალ კოსმოსში, ან კიდევ ფიქრობ რაღაცა სულიერზე, ამახლებულზე, ხო? და ბაღდა მომენტში ყურადღება გადადის ყოველდღიურ ყოფად გადახდები უცებ ყოველდღიურ ყოფად აზრებზე. სულ არ ველოდები ისე. ძალიან რთულია. ზოგჯერ აზრების შეჩერება ძალიან რთულიაო. ამიტომ თქვენ მოძებნეთო ინტერნეტში ტექნიკა, რომელიც რეზონანსში შევაო თქვენთან, თქვენ სულთან. რა არისო მედიტაცია? თქვენ საკუთარ თავში ჩახედვა არისო. მაგრამ ხალხი არ იდევსო საკუთარ თავში ჩახედვას თავსო, რადგან არ უნდათო სიმართლე გაიგონო თავიანთ საკუთარ თავებზე. არ სიამოვნებთო. მედიტაცია რა არისო? ამბობს იტალია. ეს ნიშნავს, რომ შენ გრძნობო სამყაროსთან ერთიანობას. ადრეო ბუდისტური მონახები წლებით აწარმოებდნენ მედიტაციას, რომ რაღაცისთვის მიეღწიათო. დღეს ყველაფერი ღიად ხდებაო. აქ არ არსებობსო კაცრი რაღაც წესები. ხო, ეს ყოფილა 26 წლის შეხვედრა, ამ ახალი ყოფილა ეს შეხვედრა. გონი, იმიტომ რომ პანდორამ თქვა, დროაო თქვენ თავს მიხედოთო იმ მხრივ, რომ დაიწყოთო სულიერი განვითარება, რადგან 26 წელი ძალიან ისეთი წელი იქნებაო, რომ მომთხოვნი ადამიანების მიმართ, ანუ ჩვენ უნდა მოვინდომოთო. თქვენ უნდა მოინდომოთო, რომ განვითარდეთო. შემდეგი შეკითხვა ეხება ახმავლობას, როდის დამთავრდებაო ეს ყველაფერი. და საერთოდ რა მოხდებაო ახლო მომავალში? რა პროცესები წავაო ახმავლობასთან ერთად? მოგდეთ რომ თქვათო, ამბობს პანდორა, ახმავლობა ყველას ესმისო თავისებურად, რადგან არის ძალიან ბევრი ვარიანტები იმისა, თუ ადამიანებს როგორ უყვებიანო ამის მნიშვნელობას. მართალიცა ყველა კონტაქტორის ყვება თავისებურად რაღაც საკითხებს, ხო? ყველა სხვადასხვანაირად ყვება. და ამ ახმავლობასაც რაც ეხება, ამასაც სხვადასხვანაირად ყვებიან ამის მნიშვნელობას. და ვინც უსმენსო ამ სხვადასხვა ვერსიებსო, მათ თავში არეულიაო ყველაფერი. რადგან არ ესმითო თუ რას ნიშნავსო ახმავლობა. მაპატიეთ შემეშალა, ახმავლობა კი არა, ამაღლება. რატომ ავიჩემ ეს ახმავლობა? ამაღლება იგულისხმება აქ вознесение რუსულად, ქართულად ამაღლება. და მე ავიჩემე ის სიტყვა. ხო, უფლის ამაღლება, როგორც ბიბლიაშია. აი ეს ამაღლება იგულისხმება. ეს რა ხდება ხა თვითონ პლანეტა, რომელიც არის ცოცხალი არსება, თავისი ახმავლობის დროს დუალობაში წერს თავის პლანეტასთან ერთად, თავისთავთან ერთად წერს მაღლა, ახდენს ამაღლებას ყველაფრისა ერთდროულად. ადამიანებთან ერთად სიხშირების მიხედვით. იმისთვის რომ გამოვიდეს დუალობიდან. არა ფიზიკური სხეულის მეშვეობით, ანუ არა სიკვდილის გავლით, არამედ ენერგიების გადაყვანით. ენერგიის გადასხმით, ასე რომ უბრალოდ სიტყვით ვთქვათ. იმისთვის რომ გადავიდეთ ენერგეტიკულ შემადგენლობაში. მაპატიეთ, იმისთვის რომ გადავიდეთ ენერგეტიკულ შემადგენელში. ხო და ყოველი მედიტაციის დროს, ჩვენ სამუშაოს დროს, ჩვენ დედამიწას ვწევთ
სიხშირეებით ზევით. პანდორა ამბობს: ყოველი გიკის შეხვედრაზე ჩვენ წევთო დედამიწას სიხშირეების მიხედვით და ყველა სიხშირეს წევთ, ვინც ესწრება ამ გიკეს შეხვედრას, ვინც უსმენს ამ ჩანაწერს, ვინც უსმენს ამ მედიტაციებს, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ჩაძირვის დროს, კლიენტთან შეხვედრების დროს. ამიტომ მე უსმენ ყველაფერს ამ გოგოებისას. Точка глубинного погружения, რომელიც მიყავს ლეტალიას, ანუ ელენას, ალენა ბერეგინას მედიტაციები, რომელიც მიყავს პანდორასთან ერთად. აგრეთვე პანდორა რევიზიონის ვიდეოებსაც უსმენ. უსმენ ამათ ყველას. უსმენ ასეთ არხებს, როგორც არის канал Раскрытие, канал 20 обратно, Хелена Муза, უსმენ სხვებსაც, მაგრამ თუ ხედავ რომ ჩემ რეზონანსში არ შემოდის და რაღაც გულს არ ედება ისე როგორც უნდა ედებოდეს მალამოსავით, მე შუაგზაზე ვატიებ ამის მოსმენას. მე იმიტომ უსმენო, რაღაც ინფორმაცია, საინტერესო ინფორმაცია კიდევ ვიპოვო და ან შევადარო ის ინფორმაციები, რომელიც მანამდე მივიხე. ამისთვის, მაგრამ როდესაც ხედავ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ამ ინფორმაციებს შორის და არ ემთხვევა ერთმანეთს და რეზონანსში არ შემოდის, მე ამ ვიდეოს წყვეტ, ამ ვიდეოს მოსმენას. თუნდაც ჩვენი შეხვედრები ამდაგვარი, როგორც მე და ლეტალიას ხვდებითო ერთმანეთს, ამ დროსაც კი ჩვენ თუ გვისმენთო, სიხშირეები თქვენი იმატებსო. მე იცით, ისევ სუფუკად ვგზნობ თავს ამათ ვიდეოების მოსმენის შემდეგ. ძალიან სუფუკად ვგზნობ თავს ამაღლებულად. აი ეს მდგომარეობა არის იგივე ამაღლება იმის, რომ ჩვენ გადავიდეთ და ეს ნიშნავს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ამ დუალობიდან, ამ ფიზიკური სხეულიდან ენერგეტიკულ მდგომარეობაში, მაგრამ იქაც ესე იგი ჩვენი სხეულებით გადავიდეთ შემდეგ მდგომარეობაში, ანუ რას ნიშნავს ეს? ჩვენი სხეულები ახლა ტრანსფორმირდება, ისეთი ენერგიები მოდის და ჩვენი უჯრედები თუ ჩვენ მონაწილეობთ ამ პროცესში, განახლდება, ტრანსმუტაციას განიცდიან და ემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე ჩვენ სხეულებიანად. ხომ გესმით ჩემი? არავისი მიზანი არა ძალების, ვინც ჩვენ გვეხმარება, იმის მიზანი მათ არ აქვენ, რომ ჩვენ დაუშვათ ჩვენი მოკლან და შემდეგ ჩვენი სულები თავიდან დაიბადონ ახალ ერაში. არა. ახლა ყველა ნათელი ძალების მიზანია ჩვენ სხეულებიანად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ანუ სხეულებიანად ავმაღლდეთ. ხომ გესმით ჩემი? როგორც იესო მოწაფეებმა რომ დაიძინეს და რომ გაიხვიძათ, ნახეს რომ იესო სხეულმა მიიღო განათება, ანათებდა იესოს სხეული. აი, ასეთ მდგომარეობაში გადავალთ ჩვენ. ეს არ არის ხაპარი. შემდეგი კითხვა. დღესო ახალგაზრდებსო არ უნდათო დაოჯახება? ხელს არ აწერენო, ისე ცხოვრობენო ერთმანეთთან? არ უნდათო ბავშვების გაჩენა? პასუხობს პანდორა, დავიწყოთო იმითო, რომ აქ პლანეტაზე ძალიან ბევრი მრავალი არსი მოვიდაო. არსი მეგულისმობ სულსნისტიმ. ხო, მაგრამ არსი ცოტა ისეთი უხერხული ისა რაღაც უშნოს ლაპარაკო. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ არსებებს ავარქმევდი მათ, მოვიდა ძალიან ბევრი ვარსკვლავური არსებები, სხვადასხვა პლანეტებიდან, სხვადასხვა galaktikებიდან, სხვადასხვა ვიბრაციული შემადგენლობიდან, სხვადასხვა გამოცდილებით. ბევრი დიდი ხანია დედამიწაზე იმყოფება.
ბევრი მოდის ახლა ამ ეპოქაში, ამ დროში, ამ მატრიცაში ვიღაც დაწყვეტებულად შემოდის აქ, ვიღაც მარტოსულად შემოდის აქ, იმისთვის რომ აქ შეხვდეს თავის წყვილს, ან სანამ გასახიერდებიან, დაიბადებიან დედამიწაზე, ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ აქ დედამიწაზე დაიბადებიან და დედამიწაზე გახდებიან როგორც წყვილი. ცოლ-ქმარი კი არა, როგორც წყვილი. ამ ჩვენ დუალობაში არის ძალიან ბევრი მომენტი, დაწყებული კაბალადან, ჩვენი მტრებით, კაცობრიობის წრებით დამთავრებული, რომლებიც ხელს გვიშლიან ჩვენ ნორმალური ოჯახის აშენებაში. ოჯახი ინგრევა. მამაკაცები ქალების წინააღმდეგ მიდიან, ქალები მამაკაცების წინააღმდეგ მიდიან. ეს ყველაფერი ინერგება ჩვენ ტვინში და კიდევ ჩვენ ჩამოგვავართ ბავშვებს, რომლებმაც ჯერ ვერ დაიკმაყოფილეს თავიანთი ეგო და როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ჩვენ შვილებსო, ჩვენ ნერვიულობთო იმის გამო, რომ მათ ისინი ოჯახას ვერ ქმნიანო. პირად ცხოვრებას ვერ ქმნიანო. ჩვენ ხელავთო ჩვენ შვილების გამო, ჩვენ შვილიშვილების გამო და ეს რისკენ მიდისო ყველაფერი, სადაც ჩვენი ყურადღებაო, იქეთ მიედინებაო ჩვენი ენერგია. ხო იმ და მშობლები იმის მოლოდინში არიანო, რომ ჩემი შვილიო შეხვდებაო ისეთ ადამიანს, რომელიცო ვიბრაციით ჩემი შვილის ვიბრაციას ემთხვევაო, რომლის ვიბრაცია ჩემი შვილის ვიბრაციას ემთხვევაო. მაგრამ ძალიან რთულია ასეთი წყვილის პოვნა. იქნება თუ არ შენარჩუნებული ოჯახის ინსტიტუტი, როდესაც გადასვლა მოხდება. რასაკვირველიაო, შენარჩუნდებაო ოჯახის ინსტიტუტი. ბევრს გაახსენდებაო ის, რომ მათ სხვა პლანეტაზე, საიდანაც მოვიდნენ, იქ დატოვეს თავიანთი ოჯახის წევრები. ბევრი კი თავის თავს დაუსვავს კითხვას. აქ რას ვაკეთებ, მე თუ ოჯახი იქ მყავს? მე ჩემი აქ არასოდეს ეს მომდა არავისო და აქედან წასვლა მინდაო. პანდორა ამბობს, მაგალითად, მეო შვილებიც მყავსო და შვილიშვილებიცო იქ. მომავალში. აქაც შვილი და შვილიშვილები, იქაც შვილი და შვილიშვილები. და ლეტალია შემოიჭრა საუბარში და ამბობს. კი, ოჯახის ინსტიტუტი შენარჩუნდებაო, როდესაც ჩვენ გადავალთო, მაგრამ იქ უფრო სხვანაირი წყობა ექნებაო ამ ოჯახის ინსტიტუტს. სხვაგვარად იქნებაო ყველაფერი. ყველაფერი იცვლებაო და ესეც შეიცვლებაო მომავალში. არ უნდა ებღაუჭოთო ძველს. ის რაც თქვენი ბებიებისთვის და ბაბუებისთვის იყო კარგი, ის არ ამართლებსო თქვენი შვილებისთვისო. დღეს მასეთი საქციელი, რაც როგორც ხდებოდა ჩვენი ბებიები და ბაბუების დროს, ახლა არ არის აქტუალური. ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი იცვლება. ყოველი თაობასთან ერთად იცვლება ყველაფერი. ახლა ისიჩქარად მოდის, ისიჩქარად მოედინება ამ ინფორმაციის ნაკადები, ისეთი სისწრაფით მოედინება, როგორც დადებითიანი, ასევე უარყოფითი. არაფერი არ იქნება ძველებურად. არაფერი ხალხო. ნუ ებღაუჭებით ძველებურს. ნუ ებღაუჭებით ძველ დოგმებს. გაუშვით. თუ გიდა წინ წასვლა, გაუშვით ძველ დოგმებს. მე სულ სხვა გარემოში გავიზარდე. სულ სხვა გაგებით გავიზარდე. მე ახლა, ხო? ახლაც კი, მე ვცდილობ არაფერს ყურადღება არ მივაქციო. ყველაფერი მივიღო ისე როგორც არის, მაგრამ ხანდახან წამოვწდება ხოლმე. წამოვწდება ის, რომ მე გაკურებული ვარ ახლანდელი ახალგაზრდების ურთიერთობით. ხო, მე უკვე ძველ გაზრდა ვარ, ასე ვთქვათ, მჭყლებში. მე ჩემი დრო გავიარე, ჩემი კანონებით, იმ კანონებით, რა კანონებითაც მაშინ ცხოვრობდით ჩვენ. ახლა ვერ იცხოვრებ, ახლა ყველაფერი შეცვლილია. თუმცა მე ახლაც მიკვირს ყველაფერი, ახლაც მიკვირს ის ურთიერთობა ახალგაზრდებს შორის. რაც ხდება. ხომ გესმით ჩემი მე რას გულისხმობ? რას ქვია, ჩვენ დროს შეუძლებელი კი ხდებოდა ჩვენ დროსაც ასეთი რაღაცები, მაგრამ საზოგადოებამ მათ არ ინდობდა, ვინც არასწორად იქცეოდა. მე ვცდილობ ფეხი, ასე ვთქვათ,
ვცდილობ ახალ გზას გავყვე სხვებთან ერთად. ნუ სიახლეები მივიღო, მაგრამ წამოგიდგენიათ, ჩემთვის ძალიან რთულია. ჩვენ რა გონიათ, იულია? მე დავიბადე საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ კომუნიზმი არსებობდა. ვიყავი მე-11 კლასში, გაგრას იმ ასაკში ვიყავი, როდესაც უნდა გავთარიღავი კომკავშირელი. ყველა მიიღეს კომკავშირში ორი ბავშვის გარდა. და დავბოდი ამ საქმეზე, რომ მეც შევიყვანეთ კომკავშირში. იქ ნიშნების მიხედვით, ვისაც კარგი ნიშნები ჰქონდა, ისინი მიიღეს და ჩვენ ორი ჩამორჩით, ასე ვთქვათ, არ ვიცი რატომ. თუ იმ დღეს ავიყავი მე, თუ რაღაც მოხდა, ორსანი მე არ ვიყავი, მაგრამ რაღაცით არ შევესამაბებოდი კომკავშირის შესვლას. ხო და მერე ნება დავთეს და ამ კომკავშირის გამო დავბოდი, რომ კომკავშირში შესულიყავი, რადგან თუ კომკავშირელი არ იყავი, გზა ყველგან მქონდა გადაკეტილი. ხო და აი ამ საქმეზე რომ დავბოდი, რომ კომკავშირში შევიყვანეთ, ისე მოვიდა პერესტროიკა და გადავურჩი ამ კომკავშირში შესვლას. ხო და ამიტომ ვამბობ, და ხანდახან წამოწდება ხოლმე რაღაცა, ნუ შეიძლება მე არ ვთხარავით, მაგრამ გულში ფიქრობ ხანდახან, მაგრამ მე ჩემ თავს ვუბნები, ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი. ასე რომ უნდა მივიღოთ ეს ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. სხვაგვარად ვერ შევეგუებით, სხვაგვარად ჩამოვრჩებით. ჩვენ აზროვნება თუ არ შევიცვალეთ, ჩვენ ვერ გადავალთ ახალ ერაში. აი ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად თუ ცუდ გზას უნდა დაადგე იმ მხრივ, მაპატიეთ, მაგრამ ეგ ყველაფერი რაც ხდებოდა ადრე, ხდებოდა პრიმიტიულ დონეზე. ეს არ არის ის სინამდვილეში, რასაც თვლიან. ოჯახური ურთიერთობა. უბრალოდ შემოვიდა ასეთი ტერმინები, ადრე თუ საყვარელს უწოდებდნენ, თუ ხელმოწერილი არ ქონდა კაცს და ახლა უწოდებენ სამოქალაქო ქმარს. ახლა მოდაშია ჯერ იცხოვრო ერთად და შემდეგ თუ დაგჭირდა ხელს მოაწერთ, თუ არა და მთელი ცხოვრება ცხოვრობ ერთად. და ეს არავის არ უყვეს. კი, როგორ არა უყვეს ძველებს, მაგრამ ახლებს არ უყვეთ ეს. იცით რა? კი, თავისუფლება არის, მაგრამ ეს როგორ ხდება სხვა პლანეტებზე? იქ არ არის ხელმოწერები, არ არის მაგალითად არც დედას შობლებს ეკითხებიან. იქ როგორ აიცით? ისინი ხედავენ ხოლმე აურას, ადამიანის აურას. ხედავენ ენერგეტიკას და ამ აური და ენერგეტიკის მეშვეობით ირჩევენ თავის პარტნიორებს მთელი ცხოვრებით. აი ამ ერთად რო შეერწყმევიან ერთმანეთს, მთელი ცხოვრება არიან ერთად. და მაგალითად ვიღაც ინსაიდერი ყვებოდა, რომ ვიღაც ინსაიდერი, რომ ვიღაცა ქალი მოწონებია, შესთავაზა ერთად ყოფნა. ის ხალი დათანხმებულა და შემდეგ ბავშვი რო დაიბადა, თურმე 10 თვე ქმარს არ აკარებს ბავშვს და არც თვითონ იკარებს. და ამ პერიოდში იქ მიღებულია მამაკაცმა ნახოს სხვა ქალი. სანამ ეს ქალი გამოვა იმ მდგომარეობიდან, სანამ 10 თვე არ გავა, აქვს უფლება სხვა ქალი ნახოს. და იქ აქვთ უფლება მამაკაცებს ყავდეთ 2 და 3 ქალი, როგორც ცოლები. სასაცილოა, ხო?
როგორც მუსულმანები. ნუ არ ვიცი მე ცოტა ბევრი რამე ჩემთვის მიუღებელია რაც ხდება ახლა, მაგრამ მე იმასაც იგით უნდა შევიგნო, რომ ახლა სხვა დროა. ახლა ამას უკვე ყურადღებას იმდენად არავინ არ აქცევს. ახლა მთავარია ჩვენ ვიბრაციები არ დავწიოთ. ყველა ცხოვრობს ისე როგორც უნდა, როგორც მას სურს და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვინმეს ჭკვა ვასწავლოთ. არა გვაქვს ამის უფლება. ყველას გააჩნია თავისი აზრი. მე პატივს ვცემ სხვის არჩევანს, მაგრამ მე ძალიან მაღიზიანეს, როდესაც ვინმე ცდილობს თავისი ჭკვით მატაროს და თავის ჭკვაზე გამაკეთებიოს ის, რაც უნდათ. მაგრად მაღიზიანებენ მასეთი ადამიანები. მე ვერ ვბრძოდი სულ ამას. სულ ამას ვერ ვბრძოდი, რომ სხვის ჭკვაზე არ გამევლო. მაგალითად, არა მე გულისხმობ ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებას. აი მაგალითად, არა მე მინდა შენ დაურეკო ახლა ამას, არა მე მინდა შენ ახლა ეს უთხრა ამას დაურეკო, არა მე მინდა შენ ასე გააკეთო, მასე რატო აკეთებ, ასე გააკეთე, ან ამას რატო აკეთებ ახლა მე ერთად გააკეთე. ხო? კაცო, შენ ვინ გეკითხება მე როდის რას გავაკეთე მაგალითად? აჯიკას ვაკეთებ მე საერთოდ ხო ყოველ წელს. და რადგან ერთიანად წელს მე ცოტა ადრე გავაკეთე აჯიკის ნაწილი. იმიტომ რომ მე მიყვარს მოსტუმრებას საქმით, მე მიწურულში საქმეს მიყვარ და არ მიყვარს. და ნიორი ყველაფერი გავაკეთე რაც შედებოდა აჯიკას, დამჭა ბულგარული და მწარე პინპილა. მარილი აქვს იმას და 100 წელი რო დადო არ გაფუჩდება ის რაც მე გავაკეთე. ხო და გამაკეთები ეს ნათელმაძალებმა მე სულ არ ფიქრობდი რომ უბრალოდ მე დავიწყე ბინისებნა, მაგრამ სანამ ბინისებნას დავიწყებდი, მანამდე მოვისტუმრე, ხო, სანამ ბინისებნას დავიწყებდი, მანამდე მოვისტუმრე, არ მეგონა რომ დავიწყებდი ბინისებნას და მანამდე მოვისტუმრე ეს აჯიკის პრიპასები. ნახევარი გავაკეთე, როგორც გითხარით, დამჭა ბულგარული და წითელი პინპილა, რადგან ძვირია ჯერ ველოდებით გაეფებას. და ნიორი სულ მაინც იმ ფაშია რა, ერთი და ორი ვარი შეიძლება. ხო და ყველაფერი ერთად არა, თან აი ხომ კარგია რომ მოვამზადე. ახლა გამოვიდანე დღეს ბანკები და მისკაში უნდა ჩავყარო აურიო და ნელ-ნელა დავიწყებ აწი ყიდვას. ნაწილი მწარე პინპილასი, ბულგარული ჯერ ძვირია შეიძლება ხო მივდივარ ბაზარში იაფად ჩავხდეს წითელი პინპილა მწარა. ხო და აი გული რასაც მკარნახობს ის უნდა გავაკეთო. ხო და ჩემი თვლი ხასეიკა შემოვიდა ნახა რომ ვაკეთებ და ჭკუაზე კი ნახამ გადამიყვანა. პრიკასობა იქ უფროსობა დაიწყო თავისებური რადგან და ხამას რო აკეთებ, ერთხში გაუნდა მას ერთხში გააკეთებ. ნინო დამანები თავი მეთქი მეუთხარი. ჩემი საქმისა მე ვიცი მეთქი რა გავაკეთო და როდის მეთქი. ჩემი საქმისა მე ვიცი როგორ ჩათვალე საჭირო ისე ვიქცევი მეთქი. კი ნახამ ჭკუაზე გადამიყვანა ქალმა. აი ეს ასე რაღაცებს გულისხმობ, ელემენტარულ რაღაცებს აკითხავს. ვინ გეკითხება შენ, ხო? როდესაც მე ჩავთვალე საჭიროდ, იმ დროს გავაკეთე. გულმა მიკარნახა, რომ მასე მოგწეულიყავი და კიც არ შემცდარვარ. ხო და ამდაგვარი წურმანები წმიდანსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. ეს მაგრად აგდებს ვიბრაციას. ხო? ლეტალი ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთო გაშვება, ყველაფრის გაშვება, არ უნდა ჩავებღაუჭოთო რამეს. ადვილად უნდა გავუშვათო. კი, სანამ ვართ გჭირდება ყველაფერი მატერიალური. მაგრამ ჩვენ არ უნდა გაგვიჭირდეს, მაგალითად ან ავარიაში მოყვა მანქანა ყავდა, მოყევით ავარიაში და მანქანა დაგემტვრათ. არ უნდა ინერვიულოთ დიდხანს. ან დაგიკარგათ ოქროს საყურე, ან ოქროს ბრასლეტი, ან რამე ძვირფასი ნივთი მოგპარეს, ან ფულის თანხა მოგპარეს, სიტყვაზე მომყავს, ან სახლი შორს, სიტყვაზე ვამბობ, მოხდა რამე და კი, ეს ყველაფერი უნდა გაიაროთ, მაგრამ მოინელოთ დროზე,
არ უნდა ჩაუღმავდეთ ამ პრობლემებს, რომ შემდგომ ვიბრაციები, აი მაგალითად შემთხვევები. ძალიან ხა ბევრი მისგავს რომ ეს მაგალითი მოვიყვანე. ხო, მაგრამ მაინც მაგალითი, აი ბევრჯერ გამიგონია, ასეთი რაღაცა პოლიკლინიკაში რომ დავდივარ, ბევრი შავი ჩაცმული ქალი დედები მოდიან, შულტარი დედები, ძალიან ბევრი ვნახე ამ წლების განმავლობაში მე პოლიკლინიკაში რიგში მდგარი მკვდარი შვილების დედები. დავდიოდი, ყოველდღე იმაში დავდიოდიო სასაფლაოზე, ყოველდღე იქ ვიყავიო, 1 წელი გავძლიო და მე სიმსივნე დამემართაო. და ვერ ვთხარი ამ ხალხს მე პირდაპირ, თუ რისი ბრალი იყო სიმსივნე, გაბმბრაზდებოდნენ. უფრო ხშირად ემართებათ სიმსივნე ამ ხალხს, ვინც სასაფლაოებზე დადიან ყოველდღე. 1 წლის შემდეგ მათ ჯანმრთელობა ძალიან მკვეთრად უარესდება, ძალიან მკვეთრად. იმიტომ რომ იქ იმ სასაფლაოზე ტოვებენ თავიანთ ენერგიას, ენერგეტიკას. მათ აკდებათ. ხო? ამის გამო ემართება სიმსივნე. აი ამ სასაფლაოზე სიარულის შემდეგ ეშო დედები იკეცებიან, ავამტყოფობენ, ემართება სიმსივნე. რა გჭირთ? სიმსივნე. აი ამ სასაფლაოზე სიარულის შემდეგ მომთელა. ამბობს ერთი, ამბობს მეორე, ამბობს მესამე. თითქმის ყველას სიმსივნე, აი 2-3 დედა მაინც ვნახე მე იქ, სიმსივნე დაემართათ, აი ამ სასაფლაოებზე სიარულის შემდეგ. სიმსივნე თუ არა, ენერგია მაინც ეცლება და რაღაცა სხვა დავადებით მაინც აბადდებიან. თუ შემდეგ ისევ პოზიტივი არ პოზიტივს არ დაიბრუნებენ თავიანთ ცხოვრებაში. და ამის ხმა სიმართლე გითხრათ, შემეშინდა იქ კივილ-კივილი არ დაიწყოთ, მაინც შულტარი დედა, ამიტომ თავი შევიკავე. რას ნიშნავსო აგრძელებს ლეტალია ცნობიერების გაფართოებას. ცნობიერების გაფართოება. ცნობიერების გაფართოება ნიშნავსო აი ამ ძველი დოგმების, ძველი ფიქრების, ძველი აზრების, რაც ძველ დროს ეკუთვნოდა გაშვება. რატომ ეცინება და რაღაცაში ხანდახან მეც ვფიქრობ, აი ეს ზედმეტად ხო, ზედმეტები ხო არ მოდის ახალგაზრდობას, ხო? რომ დავინახავ დახეულ ჯინსებს ან როგორ გამოდიან სცენაზე მომღერლები, რაც ვიათ წითელ კანში, კანის ფესტივალზე, ოსკარის დაჯილდოვებაზე, ან როგორი ჩაცმულები არიან, ან რომ ჩაიცმევენ ამ გამოხოლეტილ კაბებს, ისეთ ჩაჭრილ კაბებს, რომ საცა გამოუჩნდებათ, თითქოს ზღვაზე იყვნენ ისე. ხო და მე კიდევ აი ეს ამაზე კიდევ ბევრი მუშაობა მომიწევს. არა, მე არ ვსჭი არავის, მაგრამ არ ვსიამოვნებს, არ ვიცი. ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამუშავებელი ჩემ ფიქრებთან დაკავშირებით, ჩემ აზროვნებასთან დაკავშირებით. ხო და ჩვენ უნდა შევიგნოთ ის, ვაღიაროთ ის, რომ ჩვენ მხოლოდ ეს ფიზიკური ავატარი არა ვართ, ჩვენ კიდევ ბევრი რამე ვართ. როდესაც ჩვენ გადავალთ შემდეგ განზომილებაში, იქ ჩვენ უკვე ვერ გავიტანთ, ვერ ჩვენ ბლოკებს, ვერ ჩვენ ჩვევებს, რომელიც მესამე სამყაროს, მესამე სიმჭიდროვეს ეკუთვნის. ამათ ჩვენ ვერაფერს ვერ გავიტანთ. ამიტომ უნდა მოვიცილოთ, ბალასტი უნდა მოვიცილოთ, რომელიც გვიშლის ჩვენ ხელს გადასვლაში. ეს ბალასტი დროა მოვიცილოთ. ჩემი ჩათვლით, მეც ბევრი ბალასტი მაქვს ჯერ კიდევ დარჩენილი. და მოდით ერთად მოვიცილოთ ეს ბალასტი. და ის სივრცეები, რომელშიც ჩვენ გადავდივართ, იქ არ არის დროის და ქონა, არ არსებობს დრო. როგორც ჩვენთან, თუ
თუმცა დრო არ არსებობს, მაგრამ ჩვენ დედამიწაზე ხო არსებობს, იქ კი დროის არსებობის სულ სხვა გაგება. და იქ ჩვენ თავებს ხედავდეთ იქნება სხვადასხვა განსახიერებაში. ჩვენ ნახავთ ჩვენ ასპექტებს. და ყველაფერს ერთ დროში ხედავდეთ იქნება. ერთ დროში. აი ნახავთ, იქით გავიხედავთ ჩვენ თავს ნახავთ, ოღონდ სულ სხვა მდგომარეობაში, იქით გავიხედავთ, ჩვენ თავს ნახავთ სულ სხვა მდგომარეობაში, აქეთ გავიხედავთ, ჩვენ თავს ნახავთ სულ სხვა განსახიერებაში და ასე შემდეგ. რას უნდა ჩავიჭიდოთ? სად არის სახლები, სად არის მანქანები? იმიტომ რომ რაც მატერიალურია, ეს ყველაფერი მიეკუთვნება დუალობას. ჩვენ კი ამ დუალობიდან მივდივართ. და ლეტალია ამბობს, რომ მე ვფიქრობო, ამბობს ლეტალია, რომ ეს ყველაზე რთული მომენტია. და შევითვალოთ ჩვენი აზროვნება და არ ჩავიჭიდოთ ჩვენ ჩვევებს, რომელიც ეკუთვნისო ამ დუალობას. შეგითხვა პანდორას, შენო გუშინო, ხო, წინათ თქონია რაღაც ეფირი პირდაპირ და შენო ახსენეო 3 ნათელი ადგილი, რომელიც შეიქმნებაო რუსეთის ტერიტორიაზე. მეო მალეო გადავდივარო საცხოვრებლად რუსეთში, წელსათი მსვენელი და მინდაო იმ ტერიტორიაზე ვიცხოვრო, სადაც ნათელი ენერგია იქნებაო. რას მირჩევდიო? რომელ ქალაქებს და რომელ ტერიტორიას მირჩევდიო რუსეთში საცხოვრებლადო? პანდორა პასუხობს, მაღალ ვიბრაციული ტერიტორიები რუსეთში იქნება ალტაის ტერიტორია, ციმბირის ტერიტორია, მთიანი ალტაი ყოველთვის იყო მაღალ ვიბრაციული ტერიტორია, ყოველთვის იქნება. საერთო დედამიწის ვიბრაციების აწევასთან ერთადო იმ მომენტისთვის დედამიწის ყველა ტერიტორია იქნება მაღალ ვიბრაციული. როდესაც ყველაფერი აიწევა სიხშირეების მიხედვით, ვიბრაციების მიხედვით. და ის რომ იქნება გაყოფა სხვადასხვა ვიბრაციების თადარიგით იმ არსებებისა, რომლებიც იმ მომენტისთვის იქნებიან კონკრეტულ ტერიტორიაზე, ეს უკვე სხვა საკითხიაო, რადგან საზღვრები იმ ქვეყნებისა, რომლებიც იარსებებენ სხვა მიწაზე, წალეკირ მიწაზე, სულ სხვაგანად დაიწყებენ ვიბრირებას. იქ იქნებიან სულ სხვა არსებები, სути არსებები, ყოველი ქვეყანა წარმოადგენს სულ სხვა სამყაროს, სხვა ადამიანებს, სხვა ვიბრაციებს, რადგან ეს ხალხი, ეს არსებები მოვიდნენ აქ ამ საჭირო ქვეყანაში, დაუშვათ საქართველოში, იმიტომ რომ სულ სხვა ამოცანები აქვს შესაძლებელი. ხალხი იბადება, მოდიან აქ და განსახიერდებიან, იბადებიან ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად, რომ იყვონ ეს თუ ის გამოცდილება და მაგის მიხედვით იბადებიან ამა თუ იმ ქვეყანაში. მათ აქვს თავისი ამოცანა. და როდესაც მოხდება ეს ერთიანი ამაღლება, რუსეთი დაიყოფა 4 ენერგეტიკულ შემადგენელ ნაწილებზე. ერთი ენერგეტიკული შემადგენელი ნაწილი იქნება მონარქიის ქვეშ, მეორე ენერგეტიკული შემადგენელი ნაწილი იქნება რესპუბლიკის მაგვარად და მათ ექნება თავისი რაღაც ახალი პარადიგმა, იქ სულ სხვა ტექნოლოგიები აღდგება და ეს მე ვნახეო, ამბობს პანდორა. და ამ ნაწილში, ან მეორე ენერგეტიკულ ნაწილში შევა ჩინეთიც, ინდოეთიც, მთელი აღმოსავლეთის შევა. ეს იქნება ერთიანი დიდი ტერიტორია. როგორც ადრე იყო აზია არა სწორი სიტყვა ასია, ის მერე გადააკეთეს, თორე იმას, რასაც აზიელებს უძახით, დღეს არიან სინამდვილეში ასიელები. და ისინი, ვინც ღებულობდნენ ომის გამოცდილებას, ისინი დუალობიდან გავლიან, გადიოდნენ იქნება ამ დუალობიდან. იმათმა, ვინც მიიღო ომის გამოცდილება, ან დაიღუპნენ ამ ომში,
სწავლიან თავის განზომილებაში, დაუბრუნდებიან თავის განზომილებებს. ამით მე ვიდეო დამთავრდა ეს ვიდეო. აქ შევჩერდები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ შეხვედრამდე.